თურქეთის რეგიონული ამბიციები ისრაელში მაღალ მზადყოფნას იწვევს. ისრაელის შინბედმა ბოლო წლის განმავლობაში ათეულობით დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთა დასავლეთ სანაპიროზე, რომლებიც თურქეთში მყოფი ჰამასის აგენტების მიერ იყო მართული. მტკიცება ისაა, რომ ჰამასი თურქეთის ტერიტორიას იღენებს აგენტების გადასაბირებლად, ფულის გადასატანად და ტერორისტული უჯრედების შესაქმნელად დასავლეთ სანაპიროზე. ამავე დროს ისრაელი მკვლევარებიაფრთხილებენ, რომ ანკარა აფართოებს დავლენას სირიაში და ლიბანში, ასევე ინარჩუნებს არხებს ჰეზბოლასთან, როცა ეს ემსახურება თურქეთის უფრო ფართო მიზანს, შეზღუდოს ისრაელის რეგიონული მოქმედების თავისუფლება. შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ერდოღანის თურქეთის შესაძლოა სტრატეგიულ პლატფორმად იქცეს ისრაელზე ზეწოლისთვის, დასავლეთ სანაპიროდან სირიამდე და ლიბანამდეც კი. ამ თემაზე სტუდიაში საუბრის გასაგრძელებლად ეხლა ჩემთან ერთად არიან i24 News ინგლისის უფროსი კორესპონდენტი ბიანკა ძანინი და უსაფრთხოების ანალიტიკოსი ჯონათან რაგოფი. მადლობა ორივეს, რომ შემოგვიერთდით i20 News-ის ინგლისურენოვან სტუდიაში. თუ თურქეთი ჰეზბოლას წინააღმდეგობის მოქმედებებს უჭერს მხარს, შეიძლება ეს სირიასაც შეეხოს. ალბათ არა, რადგან მართალია თურქეთი ახლა არ ვითვლი რომ ჰეზბოლას მხარს უჭერს, მაგრამ აშკარად არ ეწინააღმდეგება ჰეზბოლას ისე როგორც უნდა ეწინააღმდეგებოდეს. თუ შუა აღმოსავლეთის ურთიერთობებს გავითვალისწინებთ სუნიტურ-შიიტური დაპირისპირება, მაგრამ ვფიქრობ თურქეთმა ძალიან კარგად იცის რომ სირიაში შეიძლება იპოვოს საკარდენი სუნიტური მოძრაობა, სუნიტური მთავრობა, რომელიც კვლავ ძლიერად არის დამოკიდებული უცხო ძალებზე. და რა შეიძლება იყოს უკეთესი უცხო ძალა ვიდრე ის, რომელიც პირდაპირ ჩრდილოეთითაა, ანუ თურქეთი. არ ფიქრობ, რომ ჰეზბოლა ისევ დაბრუნდება სირიაში. მათ დასჭირდებოდათ ხელსაყრელი მეგობრული სირიული რეჟიმი, რაც ახლა არ აქვთ. მათ სჭირდებათ ბევრად უფრო ძლიერი ირანი, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაში მართლაც გაძლიერდა, ვთქვათ, ურთიერთგაგების მემორანდუმის გამო, მაგრამ მას მაინც არ აქვს ახლო აღმოსავლეთის ან მისი ნაწილების კონტროლი, ისე როგორც ადრე ჰქონდა. მაგრამ თურქეთი აშკარად პოულობს საკრდენ წერტილს სირიაში. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია ისრაელისთვის. თურქეთი გეოგრაფიულად თუ შევხედავთ, საკმაოდ შორსაა ჩვენს ჩრდილოეთით. მაგრამ იმ ძლიერი ყოფნით, რაც მას შეუძლია კონდეს, შეუძლია შექმნას პროქსები, ან თუნდაც საკუთარი ხალხი შეიყვანოს. სირიის ტერიტორიაზე გოლანის მაღლობების სირიულ მხარეს, ან ცოტა უფრო შორს, სადაც ისრაელის არმია გაჩერდა. და ფაქტობრივად ქმნის ერთგვარ საზღვარს თურქეთსა და ისრაელს შორის. დაახლოებით ისე როგორც ირანმა გააკეთა, რომ კონდეს საზღვარი ისრაელთან. ბევრ ფრონტზე. ვეთანხმები, რომ ისრაელში თურქეთის მიმართ დიდი შეშფოთებაა. არ ფიქრობ, რომ ეს მაინც ინდონეზე უნდა იყოს, როგორც ირანის შემთხვევაში იყო. თურქეთს არასდროს უთქვამს, რომ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურს, როგორც ირანმა თქვა. მაგრამ ეს მაინც აშკარად შემაშფოთებელია, რადგან პრეზიდენტ ერდოღანისგან ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები მოგვისმენია. ბიანკა, ეს ყველაფერი როგორ ჯდება თურქეთის უფრო ფართო რეგიონულ მიზნებში? ჩვენ ვსაუბრობთ მის ხედვაზე რეგიონთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე მომავალ თვეში ნატოს მოკავშირეები ყველა ანკარაში შეიკრიბებიან. რა სიტყვობს თურქეთი ამ ნატოს მოკავშირეებისგან, როდესაც საქმე ახლო აღმოსავლეთს ეხება? მას საკმაოდ მკაფიო პრაქტიკული მოთხოვნების სია აქვს თავისი მოკავშირეებისთვის. ნატოს სამიტი მხოლოდ მასპინძლობაზე არ არის. სინამდვილეში საქმე ეხება დიპლომატიური ასპარეზის მომზადებას თურქეთის მზარდი ძალაუფლებისა და გავლენისთვის ალიანსში. თურქეთის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თურქეთი ქმნის თურქეთის ღერწს. ის სურს აჩვენოს მსოფლიოს, რომ მისი პოზიცია, მისი ერთგვარი ნეო-ოსმალური პროექტი ფართოვდება და რომ მას ბევრად მეტი სათქმელი აქვს ნატოში და უფრო ცენტრალურ როლს იკავებს ვიდრე ადრე. რაც შეეხება იმას, რას მოითხოვს თურქეთი ნატოსგან, ერთ-ერთი საკითხია ის, რომ ჩვენ ხედავთ, როგორ ბლოკავს და ვეტოს ადებს თურქეთი ნებისმიერ თანამშრომლობას ან მომავალ თანამშრომლობას, ნებისმიერ ურთიერთობას ისრაელთან. ის დაიწყებს ამ წინააღმდეგ ბრძოლას. იქ ბევრი არაფერი შეიცვლება. ის მიიღებს მკაფიო უარს ნატოს სხვა წევრებისგან, მაგრამ აშკარად უკვე მიმდინარეობს ეს თამაში, ეს დაპირისპირება. მას ასევე სურს ჰქონდეს მოქმედების თავისუფლება სირიაში და ერაყში, რათა გაანეიტრალოს ქურთული ძალები. ალბათ ეს იქნება ის მიმართულება, რომელსაც ის მაინც აირჩევს. აშეთეში ამერიკა ალბათ მისცემს თურქეთს მეტ შესაძლებლობას ამ საკითხში, თავად კი ნაბიჯს უკან გადადგამს. მას ასევე სურს ცდომა დასავლეთის თავდაცვის მომარაგების ჯაჭვებზე. ეს ცოტა უფრო რთულია. ევროპელები ცოტა უფრო მეტად შეწინააღმდეგებიან ამას, მაგრამ შეიძლება ამ მიმართულებითაც რაღაც მიიღოს. მაგრამ ძირითადად მას სურს თავი წარმოაჩინოს ლიდერად, როგორც ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის ოპერაციებისა და ქმედებების მთავარი მაკონტროლებელი.
ფაქტობრივად მას სურს იყოს ნატოს მთავარი მოთამაშე ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და ასე იქნება. ჯონათან, მოდი დაუბრუნდეთ იმას, რასაც დასავლეთ სანაპიროზე ვხედავთ. თურქეთის მხარდაჭერა ჰამასის მიმართ, ჰამასის მასპინძლობა, თურქეთის მხარდაჭერა ჰეზბოლას წინააღმდეგობისადმი, როგორ უწყობს ეს ყველაფერი ხელს ტერორს დასავლეთ სანაპიროზე? ეს აშკარად ასეა, რადგან თურქეთი პირველ რიგში ფულს აწვდის იმას, რასაც ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტულ უჯრედებად მიიჩნევს. თურქეთს არასოდეს უჩვენებია და არასოდეს უცდია დაემალა თავისი ძლიერი მხარდაჭერა ჰამასის მიმართ. იქნება ეს დიპლომატიურად, სამხედრო ან ფინანსურად და პირველ რიგში სწორედ ის აფინანსებს funding ალბათ ამას თურქულ ფულად არ უწოდებდი. შეიძლება ასეა, მაგრამ აშკარად ანკარიდან, სტამბოლიდან ამის დაშვება ხდება, ჰამასის დელეგატები, ჰამასის ხალხი თავისუფლად გადაადგილდება, რადგან იციან, რომ ისრაელი ალბათ არ მოძებნის მათ თურქეთში ყოფნისას. ეს ის მიმართულებაა, რომელსაც ისრაელი არ აირჩევს ჰამასის ხალხზე დარტყმა ლიბანში, სირიაში, ირანში. ეს ერთი საკითხია. ამის გაკეთება თურქეთში ან კატარში, აშშ-ის ძლიერ მოკავშირე ქვეყნებში, ეს სულ სხვა საკითხია. ამიტომაც თურქეთი ამ ხალხს მასპინძლობს, აძლევს მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებას, აგზავნიან ფულს დასავლეთ სანაპიროზე, ქმნიან ტერორისტულ უჯრედებს დასავლეთ სანაპიროზე. ეს აშკარად შემაშფოთებელი საკითხია. და თურქეთმა შეძლო ისრაელის გარშემორტყმა თავისი პროქსებით დასავლეთ სანაპიროზე, ღაზაში, ეგვიპტეში, ეგვიპტე და თურქეთი თითქმის 15 წლის წინ მეტნაკლებად მძრულ ურთიერთობაში იყვნენ. როცა პრეზიდენტმა სისი დაამხო ყოფილი პრეზიდენტი მორსი, რომელიც მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელი იყო, და ეხლა ისინი ერთად ატარებენ სამხედრო ოპერაციებს, სამხედრო წვრთნებს. ასე რომ თურქეთი უნდა ვთქვა სამწუხაროდ ძალიან კარგად ახერხებს ისრაელის გარშემორტყმას თავისი პროქსებით. რაც გარკვეულწილად გავს იმას, რასაც ირანი აკეთებდა 2 წლის წინამდე. ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა თურქეთის როლზე რეგიონში ამჟამად. ჯონათან ბიანკა, მადლობა რომ ჩემთან ერთად განიხილეთ ეს საკითხი. მადლობთ. კიდევ ერთი ამბავი თურქეთიდან. ანკარაში სპეციალური პოლიციის რეიდის დროს თურქეთში ISIS-ის წევრი მოკლეს. რეიდი სასიკვდილო აღმოჩნდა, როდესაც შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ISIS-ის წევრმა და მისმა ცოლმა უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. აღმოჩნდა, რომ ის იყენებდა TikTok-ს ISIS-ის ლიდერებთან დასაკავშირებლად, რომლებიც მას თურქეთში თავდასხმის ინსტრუქციებს აძლევდნენ. ეს პოლიციის რეიდი იმ დროს ტარდება, როდესაც უსაფრთხოების ძალები ტერორიზმზე გამკაცრებულ ზომებს იღებენ მომავალ თვეში ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ.